და თემაზე საუბარს განვაგრძობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსთან ეკა ქობესაშვილთან ერთად. აღსანიშნავია, ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ ორგანიზაცია წლების განმავლობაში მუშაობს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე და მათ სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას. სწორედ აი ამ პროცესში გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და სწორედ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ სტუმართან ერთად მოგესალმებით. მადლობა იმისათვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. როდესაც აი ამ თემაზე საუბრობდით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, მაგრამ ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც მახსოვდა, რომ აი ბოლო პერიოდში მუშაობდით, ამ მიმართულებით ქონდათ კონკრეტული პროგრამა, იყავით თქვენ და საინტერესოა, ვიცი ამასთან დაკავშირებით გაქვთ ანგარიშიც, აი ამ ანგარიშზეც რომ ვისაუბროთ, რა ძირითადი დარღვევები იკვეთება სკოლებში, საჯარო სკოლებში, რომელზეც აი ჩვენი წინა სტუმარით საუბრობდა, რომ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ საზოგადოება ვერც კი იგებს ამ ამბების მიჩქმალმა ისე ხდება. თქვენ რა პრობლემებს გადააწყდით აი ამ პროცესში, როდესაც ბავშვებს უწევდით იურიდიულ დახმარებას? პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ თემის დაინტერესებისთვის. ეს თემა არის ნამდვილად ძალიან მტკივნეული თემა ჩვენთვის, არაერთი წელი დაგვეხარჯავს ამ თემაზე. ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული ყველგან და განსაკუთრებით ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ზედამხედველობას ახორციელებს სკოლა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სკოლებში ხდება არაერთი შემთხვევები ბავშვთა შორის ძალადობის და ბულინგის და სკოლა მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ იყოს ამ საქმეებზე არ მიეცეს სათანადო რეაგირება. ძალიან ცუდია ის, რომ სკოლა თუ ფიქრობს, რომ მისი კედლების იქით გავა ეს საქმე და უბრალოდ სხვები რომ გაინტერესდებიან მას, რაიმე ჭრილი მიადგება პირიქით, ყველამ ვიცით, რომ ყველა სკოლაში ხდება მსგავსი ფაქტები და რაც უფრო მეტი ადეკვატური რეაგირება იქნება თითოეულ ესეთ ფაქტზე, მით უფრო მეტი პრევენცია მოხდება და მით უფრო მეტ ფაქტების აღკვეთას მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებიც იკავებენ თავს ასეთი ტიპის საქმეების გახმაურებისაგან, ეშინიათ სკოლის ადმინისტრაციის, ეშინიათ იმის, რომ მათ შვილებს გადაეკიდებიან და მშობლები, რომლებიც ხმას ამოიღებენ ძალადობის შესახებ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი სისტემა უპირისპირდება ამ მშობლებს და პირიქით ხდება ამ მშობლების დისკრედიტაცია, არაერთი საქმე გვაქვს ასეთი. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ამაზე მოახდინოს მეტი რეაგირება. აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, სოციალური სამსახური, აქტიურ როლს უნდა იღებდეს მანდატური სამსახური, მანდატური არ უნდა იყოს მიკერძოებული და არ უნდა ემსახურებოდეს სკოლის ადმინისტრაციის ინტერესებს. ყოველ ესეთი შემთხვევა უნდა მოხდეს გადამისამართება შესაბამის უწყებებში და შესაბამისი უწყებების ჩართულობით უნდა მოხდეს სიტუაციის გამოკვლევა და იდენტიფიცირება. ყველა ბავშვი არის გარანტი იმის, რომ იყოს დაცული მათი უფლებები, არ აქვს მნიშვნელობა აქ რომელი მხარე იქნება მოძალადე თუ მსხვერპლი, ორივე ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, ორივე ბავშვს სჭირდება შესაბამისი დახმარება და ზუსტად ამ შესაბამისი დახმარებით უნდა ხდებოდეს ამ ბავშვებზე ზედამხედველობა. ასევე სკოლა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს, არის კამერები სკოლებში, არის მანდატური სამსახური, არის შესაბამისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ მაქსიმალურად ზედამხედველობა გააკეთონ იმგვარი, რომ არ მოხდეს ბავშვებს შორის მძიმე შედეგების დადგომა და ფიზიკურ შეხებამდე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული სიფხიზლის სტანდარტი, რომ არ მოხდეს ფიზიკურ შეხებამდე მისვლა. მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს სკოლა ეს საფრთხეები და თუ კი არ მოხდება ასე, ეს არ უნდა დამალოს და არ უნდა დაჭყმალოს, მას სჭირდება დახმარება სპეციალისტების. საერთოდ არ არის სირცხვილი, რომ დავიხმაროთ და მოვიხმოთ სპეციალისტები, თუ კი სკოლას არ გააჩნია ამის შესაბამისი რესურსი ან გამოცდილება და უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოების ჩართულობით მსგავსი ტიპის საქმეების შესწავლა პირველ რიგში, იდენტიფიცირება და შემდეგ ჩარევა იმგვარი, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული და ვემსახურებოდეთ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. აი თქვენ ანგარიშის ბოლოს მე ახლა თან თვალს ვადევნებ ამ ანგარიშს, გაქვთ ძალიან საინტერესო რეკომენდაციები გარდა იმისა, რაზეც ისაუბრეთ. არის თუ არა დამატებით, აი საგანმანათლებლო მიმართულებით რაღაცა სპეციალური, ასე ვთქვათ, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, თუნდაც იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მე მესმის, რომ პროფესიულ დონეზე ყველას ევალება ამისი ცოდნა.
ერთის მხრივ მანდატურებს, მეორეს მხრივ სკოლის ადმინისტრაციას, თუმცა მაინც ხვდებით პრობლემას. აი თქვენც აღნიშნეთ, რომ ის რომ ამბავი არ ხმაურდება, იმას არ ნიშნავს, რომ სკოლას ეს პრობლემა არ აქვს და უნდა იმუშაოს ამ პრობლემის მოგვარებაზე და არა მის მიჩქმალვაზე და დამალვაზე. ანუ რა დამატებითი მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები, როგორც მაგალითად დღეს დაფიქსირდა, როგორც დაფიქსირდა სხვა წინა დღეებში, იყოს არიდებული თავიდან. პირველ რიგში მანდატური სამსახურის წარმომადგენლების და თვითონ სკოლის კოლექტივის გადამზადება, სისტემური გადამზადება უნდა მოხდეს შესაბამისი განათლების მიწოდება, გამოცდილების მიწოდება მათთვის. პირველ რიგში ეს უნდა მოხდეს, კამპანიები უნდა იყოს კიდე ჩატარებული, აუცილებელია ამის გაკეთება და ნება უნდა იყოს პირველ რიგში ამის, რომ სკოლა ამისთვის იყოს მზად, რომ მის კედლებს შიგნით სიტუაცია მოაგვაროს იმგვარად, რომ არ იყოს არც ერთი ბავშვის ინტერესი დაზიანებული. სკოლის კედლებს გარეთ გატანა ინფორმაციის და ამის დამალვა ამას ვერ უზრუნველყოფს პირიქით, რომ დაძაბავს შიგნით სიტუაციას და უფრო მეტ პრობლემას მოიტანს. ამიტომ მინიმალურ სტანდარტებამდე უნდა იყოს დაყვანილი ბავშვებს მის მიმართ ძალადობა ერთმანეთში და ამას არ ახალისებდეს სკოლის დუმილი, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დუმილი და უმოქმედობა, რაც მთავარია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონო ეკა კიდევ ერთხელ იმისათვის რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და მადლობა იმისათვის რომ ბავშვების უფლებებს ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იცავთ. ძალიან შეიცვალა აი ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, კანონების ახლა უკვე ბავშვებსაც შეუძლიათ რომ საკუთარი უფლებებისათვის იბრძოლონ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც ხვდებით პრობლემას და ხანდახან ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ აი ამ პრობლემის წინაშე რომ დგანან ჯერ კიდევ მოზარდები არის სწორედ ჩვენი პროცესების შემთხვევები გაჭიანურებული გამოძიებების საქმეზე, როცა ბავშვებს შორის მოხდა კონფლიქტი და მერე ბავშვები ხდებიან მასწავლებლის მხრიდან აქეთ ძალადობის მსხვერპლები და ესეთი ტიპის საქმეები არის ძალიან გაჭიანურებული, არ ხდება გონივრული და ეფექტური გამოძიება და ეს კიდევ ერთხელ ახალისებს პედაგოგებს ძალადობისკენ და თვითონ ბავშვებში ქმნის ძალიან სახიფათო გარემოს. რადგან აი როდესაც ახლა ჩვენ ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, არ იყო, ანუ ჩვენი ანონიმური წყაროები საუბრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ბავშვებს შორის არის ძალადობა, არამედ საუბრობენ იმაზე, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს არის შემთხვევები, როდესაც ბულინგი მიმდინარეობს არა მხოლოდ ბავშვებს შორის, არამედ მასწავლებლების მხრიდანაც ბავშვებზე ხორციელდება ბულინგი. ასევე ნიშნის დაწერასთან დაკავშირებით არის ხოლმე როგორც წესი მსგავსი პრობლემები, როდესაც უმიზეზოდ ან შეიძლება რაიმე მიზეზის გამო, მაგრამ ხდება კონკრეტული ბავშვის ამოჩემება და მასზე ხორციელდება მუდმივი ბულინგი ერთის მხრივ მასწავლებლების, მეორეს მხრივ კი მოსწავლეების მხრიდან, რაზეც ისევ მივდივართ იმ პრობლემამდე, რომ ასე ვთქვათ, დიდი საინფორმაციო კამპანია არის ჩასატარებელი, რადგან ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ჩვენ უფროსებს სასწავლი იმისათვის, რომ მოზარდების უფლებები იყოს და ძალიან სამწუხაროა ხოლმე ის, როცა მშობელი ამოიღებს ხმას და დაიწყებს თავისი შვილის უფლებების დაცვას, ეს მშობელი ხდება მთლიანად მერე ამ სისტემის მხრიდან დისკრედიტაციის მსხვერპლი და ამ მშობელზე მოდის ძალიან დიდი ზეწოლა და ამ ბავშვზე მოდის ძალიან დიდი ზეწოლა. ზუსტად ესეთი ფაქტები უნდა აღიკვეთოს და მშობლებს უნდა ჰქონდეთ იმის გარანტი, რომ თუ ისინი ხმას ამოიღებენ და იტყვიან თავისი შვილების უფლებების დარღვევის თაობაზე, აუცილებლად უნდა მოხდეს თითოეულ ესეთ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება, რომ ყველა მშობელი იყოს მზად ამაზე სალაპარაკოთ. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი საქმიანობისათვის, რადგან ძალიან რთულია მართლაც სისტემას დაუპირისპირდე ძალიან ესე ვთქვათ მრავალწლიან გამოცდილებელს დააგროვებულს ძალადობის მიმართულებით, თუმცა სწორედ ის რომ ხმის ამოღება არის ერთი ნაბიჯი გადადგმული აი ამ პრობლემის მოგვარებისკენ არ უნდა დაგვავიწყდეს არავის და მათ შორის მშობლებს, რომლებსაც განსაკუთრებით გვავალია მართლაც ჩვენი შვილების უფლებების. Მადლობა კიდევ ერთხელ, დაგემშვიდობებით ნახვამდის.